51.845 დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინში ასეულობით დევნილი ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს, განაცხადა ლანა გალდაომ და ფაქტმეტრის დასმით ეს განცხადება არის სიმართლე. დევნილებს საცხოვრებელი ფართი ახლო დაშენებულ კორპუსებში ან სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში სოფლად გადაეცემა. ასევე სურვილის შემთხვევაში ხდება იმ საცხოვრებელი ფართის დაკანონება, რომლითაც ისინი დროებით სარგებლობენ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით 2023 წელს საქართველოში იყო 95.308 დევნილი ოჯახი, რაც რაოდენობრივად არის 295.000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. საცხოვრებელი ფართით დევნილთა 54.862 ოჯახი იყო დაკმაყოფილებული. საცხოვრებლის მოლოდინში კი ჯერ კიდევ იმყოფებოდა 51.845 ოჯახი. შესაძლებელი ერთსა და იმავე ოჯახს განსახლების სხვადასხვა პროგრამაზე ჰქონდეს შეტანილი განაცხადი და ამით აიხსნება მცირედი სტომილება ჯამის შემთხვევაში. სახალხო დამცველის ანგარიში სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურება, გრძელვადიანი განსახლების პროცესში გამოვლენილი დარღვევები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ჯერ კიდევ მცხოვრები დევნილები და სხვა. განხილული მასალიდან გამომდინარე, ლანა გალდავას მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება. ასევე სიმართლეა კონტექსტი, რომ ბინების გადანაწილების პროცესში გარკვეული ხარვეზი ფიქსირდება, რაც სახალხო დამცველის ანგარიშითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, სიმართლე ასე ვაფასებთ ჩვენ ამ განცხადებას, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.